მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებით, გამარჯობა და კიდევ ერთხელ გამარჯობა და გამარჯვება. იყავით ჯამთელი, იყავით ბედნიერი, იყავით და მოუარეთ ერთმანეთს. ეს გახლავთ რადიო სივრცე 98 და 5 და ეს არის გადაცემა ჯაპანას პაპანაკება. მე კიდე მისი სამყარო ჯაპანა გახლავარ, დღეს მე მყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, ნუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში დაუვიწყარი და ლეგენდარული შეიძლება ითქვას. ეს არის ადამიანი, რომელმაც აი სითბო და სიყვარული შემოიტანა ჩემ მთელი ახალგაზრდობის განმავლობაში. ეს ადამიანი იყო ჩემთვის აი რომ დავინახავდით, მოდიოდა უსაშველოდ თბილი და გემრიელი ენერგეტიკა რა. ასე რომ გახლავთ ეს ბატონი თემურ საგურია, ჩემო ბატონებო. როგორ გზადებით ბატონო თემურ? დღეს სტუდიაში. მუსიკას დაუწიეთ თუ შეიძლება. ხოდა, როგორ გზადებით? ვახო, დაუწიეთ მუსიკას, გადავირიეთ. როგორ გზადებით ბატონო? ხომ ჯამთელად, ხომ ხარ ბედნიერი? წყალობით ჯერ ვარ თქვენთან ერთად. იცოცხლე, ჩემო ბატონო, დიდხანს უნდა იყოთ ჩვენთან ერთად. ძალიან დიდხანს ჩემო ბატონო. მე რამით ეხლა, ჩვენ საერთოდ ვიწყებთ გადაცემას ესე უცნაურად. რამდენადაც უცნაურად რა უნდა მოგვეჩენოს, დასაწყისი ყოველთვის არის რაღაცნაირად ბავშვობიდან. მე ვიცი რომ ჩემო ბატონო თქვენ დაიბადეთ თბილისში. და შემდეგ ხობულეთში ცხოვრობთ, როგორც მე ვიცი, არა? ბატონო, ხობულეთში ესე იგი, როგორც კი გავჩნდი ამ ქვეყანაზე, ესე იგი 2-3 თვის შემდეგ დედაჩემი დანიშნეს. ლეჩკომისია იყო ასეთი ხობულეთში, სანატორიო მის მთავარ ექიმად, დირექტორად. ეს ლეჩკობინატები რო იყო რა? ლეჩკობინატები რო. კი, ბატონო, მეოთხე სამმართველოზე. მეოთხე სამმართველოზე. კი, ბატონო, ახსოვს კარგად. პანსიონატების არსებობდა ხობულეთში. ხო, ორსართულიანი სახლი მოგვწეს. კი, ბატონო. ძროხა მამაჩემმა შეიძინა მე მგონი, ძროხა ყავდა იქა, ძალიან კარგად მახსოვს ხობულეთი. მარტო ძროხა და ის კი არ მახსოვს ელერჯი. გადასარევია ზღვა ესე ხობულეთში არის ზღაპარი იყო, ჩემთვის ბავშვი რო ვიყავი, გავიპარებოდი სახლიდან ისე დანაუდი ცურავდი ხოლმე. მე რატომ წახვედი მარტო მეუნებოდნენ. მამაჩემი მამამდა თოქს. და ისე მიშვებდა ზღვაში. რაზე, ფეხზე თუ ხელზე, თუ წელზე? წელზე აი ესე მომდი იმ დროს ღელვა იყო ხანდახან და ესე იგი მამამდა წოხდა ერთხელ გავიხსენე ეს და ღელვაში წავედი და გაგიზე მამაჩემი და მე ესე იგი ცურვა თქვენით ისავლეთ? არა მასწავლა მამა მასწავლა მამა ეხლა მაინტერესებს სიმღერასთან დაკავშირებით როგორ მოხდა ეს ამბავი მუსიკალური ვინ იყო ეხლა სიმღერა დედაჩემი მღეროდა კონსერვატორიაშიც იყო დედაჩემი 1-2 წელი ისწავლა და შემდეგ არჩია ექიმი გამხდარიყო, იმიტომ რომ 4 შვილი ყავდა და ახლა გასტროლები და ეს გამორიცხულია, როცა 4 შვილი ყავს. როცა მომღერალი არ ეფარდება ერთმანეთს, ვერ მოახერხეთ. ვერ მოახერხეთ. რამდენი იყავთ? 4 იყავით? რამდენი ძმა, რამდენი და? ესე იგი 3 დამყავდა და 1 მე ვიყავი, ხო? 1 გარდამეცვალა სამწუხაროდ. ეხლა სულ ყველა გარდამეცვალა, მარტო მე დავრჩი. ისინი უფროსები იყვნენ ჩემზე 20 წლით. სულ ბოლო დამბოლარა თქვენი? მე ნაბოლარა ვიყავი. კაცგები. წყალბურთის ამბავი მაინტერესებს. წყალბურთი ესე იგი საქართველოს ნაკრებში ვიყავი. ახალგაზრდულში წყალბურთში. და მიყვარდა ეს თამაში ძალიან, ესე იგი მიწინასთან მეტყოლებდა კარგ მომავალს, მაგრამ როგორც კი რერომ შემ დამპატიჟა, ხელად გავიქეცი სასიმღეროდ, იმიტომ რომ ჩემი მაინც მუზა არის რომელ წლამდე თამაშობდით? პატარა? რომელ წლამდე თამაშობდით? ძალიან ადრე წამოვიდი, ესე იგი 23 წლის ვიყავი, როცა უკვე რეროში დავიწყე მუშაობა. 23 წლამდე თამაშობდით, მაინც. ხო, კი, ცოტა არ არის, მე კარგად გითამაშიათ ესე იგი. დიდხანს. და აი ზღვაში ხართ გაჩერებული რამდენი საათი? მე ვიცი რომ ცურავდით რაღაცა არაჩვეულებრივად რა. რამდენიმე საათი ვიცი რომ 10 საათი ხართ გატარებული მე მგონი წყალში, ხო? ესე იგი არასდროს არ მიკითხია ჩემს თავს რამდენი ხანი უნდა იცურავო, მაგრამ ერთხელ ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე მაწყენინეს, რომ ვთქვი, რომ ესე იგი ერთმა თქვა 2 საათს ვიცურავებ, მეორე თქვა 3 საათს, მესამე 4 საათს და მე ვთხარი 10 საათს ვიცურავებ მეთქი და სიცილი დამაყარეს. სიცილი ესე არ უნდა მეთქი, მოდი დავინიცლავდეთ მეთქი, დავინიცლავე კაი პურმალაზე 20 კაციან პურმალს.
ხო და ესე იგი ქობულეთში წავიყვანა ჩემი მეგობარი ვასიკო მჭედლიშვილი სეკუნდანტად და დავაჯინე ნაპირზე გაგიჟდა გარუჟდა გარუჟებული დავხდა და ვიცურავე და მოვედი აი ის არ გამოჩენილა ვისაც დავენიზლავე მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი მე მაინც იკისრა ის 4 მადლობა აბა არ უნდა ეკისრა 10 საათი გაცურავდით და ვართ სადაც მაგრამ ენგურგესის გაგიცურავთ თურმე ენგურგესი ერთხელ კი არა ესე იქით აკეთ ცურავდი ორჯერ ხანდახანდა არა ისე იქით აკეთ ცურავდი მე და ჩემი ვაჟი ჩემი ბიჭი ცურავდა ჩემთან ერთად რას ლაპარაკობ ეს ენგურგესი გადაწურული გამოცურული გაგჭირდა აჰა ენგურგესი ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა როცა ჩვენ ვცურავდით იქ დათვის ახლობდა იქ და დათვს დაებადა ბელი ვა ხო და ესე იგი ერთად ვცურავდით მე ეს ბელი და მე სიმღერა დავწერე ამაზე რომ ესე იგი ეს დათვის ბელი შემოდიოდა წყალში სახში კი არა აი მაშინ დაიბადა და წყალში შემოდიოდა წყალში ხო წყალში ცურავდა ის თავიდანვე უკვე მიჩული იყო რაღაც მიაჩვია დედამისმა რომ ცურავდა ნაპირზე ესე იგი შორს არ გადიოდა საოცარი ამბავია და ადამიანი თუ გადაგიჩენიათ 1-4 ჯერ გადამირჩენია აჰა ეს სადა ქობულეთში ეს სხვადასხვა ადგილებში სოჭაში იყო 2 გადავარჩინე ახალათონში გადავარჩინე 1 და 1 ქობულეთში აჰა ქობულეთში დამცავ ესე იგი ბუნება ადამიანის ხასიათზე მოქმედებს ყოველთვის გასაგებია მაგრამ აი ფილოსოფიური კითხვა მინდა დაგისვათ ერთი აი ზღვამ რა მოგცათ ზღვა ცოცხალია ცოცხალი არცებაა ჩემთვის რომ შევდივარ მე ზღვაში ვეფერები ზღვას და როგორც ადამიანი ისე მყავს როგორც ხალწული როგორც არ ვიცი როგორც ხაპარი გულ ოკეანეებთანაც გექნებოდა ურთიერთობა რა თქმა უნდა ოკეანეში ვცურავდი ოკეანეში იმაში დავდიოდით ყოველ წელიწადს დავდიოდით მაიამი ბიჩზე ვიყავით იქ ესე იგი არ მიშვებდნენ დიდხანს ზღვაში იმიტომ რომ ზვიგენები ცურავს და დამიწყებდნენ შარკ ყვირილს და აი მე თქვენ გაჩვენებთ მეთქი შარკ და შევდიოდი 4 საათზე დილის 4 საათი არავინ არ იყო ისინი მაშველები არ იყვნენ მაშინ და ვცურავდი იქ 3 საათს ეს წყნარში თუ ატლანტიკაში წყნარ ოკეანეში თუ ატლანტიკის ოკეანეში ატლანტიკური არა ესე ატლანტიკაში რა თქმა ის არის იქით მხარეზე ო იქით მხარეს არის წყნარი იქით კი იქ წყნარ ოკეანეში არ გიცურავ სადა წყნარ ოკეანეში არ გია არა იქაც მიცურია იქ ცხოვრობდნენ ჩემი მეგობრები და იქაც ვიყავი ხოლმე ხანდახან იქაც ვცურავდი ხო იქ ერთხელ ის გავატარეთ შვებულება წყნარ ოკეანეზე და ზვიგენებთან მაგარი რისკი არ არის არისო ეხლა ზვიგენებთან ყველაფერი რისკია მანქანით რომ მიდიხართ არ არის რისკი კი ბატონო ხო და ესეას ზღვაში ის ზემოთ რო ადიან ისინი დამცველები არ არის რისკი კი ყველაფერი რისკია ცხოვრება რისკია მაგრამ მე შევთანხმდი რა ხელშეკრულება მქონდა დადებული ზვიგენებთან არ ხელს არ ვახლებდი ვინ შეგაყვარეთ მუსიკა მუსიკა დედაჩემ გადასარევი ხმა ხონდა სულ პატარაობიდან სულ ბავშვობიდან მუსიკალური დამთავრებული არა გაქვთ ფორტეპიანო მუსიკალური 2 წელი ვისწავლე კონსერვატორიაში ეს დიდობიში ბავშვობაში ვამბობ ბავშვობაში ის ვიყავი რა ქვია პიონერთა სასახლის გაერთიანებული გუნდის სოლისტი ვიყავი აჰა და ისე ფორტეპიანოზე არის მუსიკალური განათლება არა ფორტეპიანოზე 7 წლები 4 წლები ფორტეპიანოზე არა გიტარაზე დავდიოდი და ფორტეპიანოზე დავდიოდი მაგრამ ესეთი საინტერესო ამბავი მოხდა ფორტეპიანოზე რომ დავდივარ მაშინ იყო მოდაში ინდური ფილმები და ჩემი მეზობელი იყო კინოთეატრის რო უშვებენ რა ქვია მაგას ეგო საპროექციო სულ მიშვებდა და ზეპირა დავისწავლე მთელი ინდური ისენი ფილმები და ჩემს მასწავლებელს მოვიდა მეგობარი ხო და ეს აჩვენე აი ამ ფილმიდან ეს მე ვთხარი ესე არ არის მეთქი ასე აბა დაიბარა ჩემი მამა და უთხრა ამას მე არა და არც ხმაო ხო და არც ხმაო ზაბაგარი ესე იგი რა მაინტერესებს თქვენ გიყვართ ლიტერატურა რა ტიპის ლიტერატურას კითხულობდით და გიყვართ წერა და გიყვართ ვიცი ბავშვობიდან იყო ეს ყველაფერი ხო განათლებით ფილოლოგი ჟურნალისტი ესე იგი მე
საზოგადოებრივი ლიტერატურის ისტორია იყო ჩემი აი უსაყვარლესი საგანი ხავთასი იყო მაშინ პროფესორი რომ 3-5-იანი მივიღე იმაში რა ქვია საგანში ამ დროს ეკონომიკაში მქონდა სუორები და მეხმარებოდნენ ის იყო საბჭოთა ეკონომიკა თუ რაღაცა ერქვა მაგას წერა როგორ და ბავშვობიდან დაიწყეთ თუ წერა უნივერსიტეტში დავიწყე ლექსების წერა და სიმღერას უნივერსიტეტში დავწერე პირველად. ბავშვობაში არ ქონიათ ცდილობა და რამე ამასთან. ბავშვობაში წერის არა. მღეროდი უბრალოდ და მუსიკის წერაც და ლექსის წერაც ერთდროულად დაიწყეთ. ერთდროულად თითქმის, ხო. და როგორ გკითხომე ამას აი პირველი ჯერ ლექსი მოდის თუ ჯერ მუსიკა თუ ამ პირიქით თუ როგორ ხდება ეს? ეს გააჩნია. ისე კი ზოგჯერ ერთად მოდის, ზოგჯერ ლექსს ავწერ და მე მუსიკას ვადებ, ზოგჯერ მუსიკაზე. აი მაგალითად შარლ ლეგრანის მუსიკაზე მაქვს ერთი სიმღერა რა უნდა დაღრუბოს თურმეც ვიმებოდა შემჭაბა პროდიუსერმა და ხო არ გიმღერედით რამეს რას ვეგდება კი ბატონო შეიძლება ერთი შეგვისრულეთ მაყურებელი სამის აფათიცებული მელოდიაშია შეუბადო და პროდიუსერმაც იქიდან კურსი ის აღამიჩინა რა ქარიშხარი რომ იმღეროს გულდათმევა რა ესე იგი ეს სიმღერა ამ სიმღერას ქვია საჩინო არის პატარა სოფელი იმას სამეგრელოში ჯვარი რო არის ენგურელზე კი ვიცი ბატონო ვიცი იქ ვიყავი მე გაზეთის რედაქტორი ენგურგესთან და გაზეთის რედაქტორად მუშაობდი და ახლოს იყო ჩემთან ის საჩინო სულ იქ დავდიოდი სათევზაოდ საბანაოდ და ზღაპარია ეს საჩინო რო გაუყვები სათავისკენ სათავე არის როგორც კლდიდან მოდის ეს აუარებელი წყაროს წყალი გადა ჩემთვის მერვესა სოფლებში ხო არის 7 საოცრება. მერვე საოცრება არის ჩემთვის ეს საჩინოს დასაწყისი. და ამიტომ დავწერე ეს სიმღერა საჩინოს და თათრინის ლიმთაზე ისე დაწვა თითქოს სევდა შეპარა მშვიდი ბავშვობაში მე ამნისელებს ცარცი ხატავდი და შემდეგ ისევ შვიდი საჩინო Can't save that the God Maracino Sacino He can never knock on the Maracino Sacino that who earth hell sadas Gav Karabi იქნე ბულადგამაჩია ვიზგინახავთ სოფელი საჩინო წყაროს მდინარე ინძრა სავსე მზე თუ ნახავი კალმახებით და ბულბულის საოცარი ხმები ისევ დედი სიავანა მესმის ისევ სევდა მიღებს გულის კარებს ღმერთმა მარხანა სამშობლოზე ლექსი რომ მიხონდე ღრუბელებსა და კარებს საჩინო იქნებ სევდაზე გადა მარაჩინო Sacino იქნებ ნაკადული მარაჩინო Sacino და თუ ერთხელ სადღაც გავქრები Sacino იქნებ
და მაინც ვის გინახავთ სოფელი საჩინა შვენიერი მადლობა დიდი ჩემო ბატონო ვიტყოდი ეხლა პირველ მაინტერესებს საერთოდ პირველად გასვლა თქვენი სცენაზე მაგრამ ამით დავიწყოთ თუ ამით თქვა თუ ჯერ ისიც მაინტერესებს თქვენი ჟურნალისტიკის სულები ეხლა მაშინ მე როგორც ჩემი გამოსვლა ფილოლოგიური იყო არა ჟურნალისტიკა არ იყო ჩემი გამოსვლა გაცილებით ადრე დაიწყო იმიტომ რომ გაერთიანებულ გუნდში მღეროდი იმის რა ქვია პიონერსასახლის ხო ზანეთ ხო და კი ესე სოლისტი ბავშვობაში ესე იგი ბავშვობაში ხო ბავშვობაში სკოლაშიც მღეროდი ის იყო მასწავლებელი იყო სალამურზე უკრავდა გიორგი გვარი და მავის და ძალიან კარგი მასწავლებელი იყო მასწავლიდა სიმღერას და პირველი სიმღერა როდის დაწერეთ პირველი ლექსი და პირველი სიმღერა რომელი იყო პირველი ლექსი თუ სიმღერა არ პირველი სიმღერა ჯერ ლექსი დავწერე და შემდეგ მიუსადაგე გახსოვთ ეს სიმღერა? კი, მახსოვს. რა სიმღერა იყო? ესე იგი, ჩემი მეგობარი იყო ტრაგიკული ის არის შემთხვევა. კაკო ნინოა იყო ჩემი მეგობარი და ესე იგი ყავდა შეყვარებული უყვარდა ერთი გოგო. აჰა. იმის სახელი აღარ მახსოვს სამწუხაროდ და ესე იგი მოხდა ის რომ ეს ბიჭი დაიხჩო წყალში. აჰა. ისე იგი ახალგაზრდები ხართ რა? ახალგაზრდები ვარ, მეორე კურსზე ვარ. მათემატიკურზე ვსწავლობდი მაშინ. თქვენი ბავშვობაში არ გიწერიათ რა. ბავშვობაში. აი ნუ 15 წლამდე რაღაცა ესე არ დაგიწერიათ არა. კი, არა. და შემდეგ ესე იგი ამ გოგომ ჩაიცვა შავი და ერთი წელიწადი არ გაუხდია იმით. ახლოს არ იყვნენ ესენი. არაფერი, უბრალოდ ესე იგი ესე გააკეთა. და ამაზე დავწერე ეს სიმღერა ეს. ეს იყო თქვენი პირველი ლექსის და სიმღერა. ლექსის თქვენი იყო და სიმღერა. კი, კი. ბატონო თემო, ისაუბრეთ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და როგორც ვიცი, ხა პირველი სამსახური იყო თქვენი რედაქციაში, სადაც ხუტაბერულავა მუშაობდა. ხო, ხუტაბერულავასთან მეყავი. რა რედაქცია იყო და მოგვიყევით ამის შესახებ? განათლებაში დავიწყე, ესე იგი, რედაქტორად მუშაობა. ესე იგი, ორი მასწავლებელი მყავდა იქა. ნუ მესამეც ხუთაც რა თქმა უნდა. მაგრამ აი ეს ორი მოხუცი რედაქტორი, რომელიც აქედან და იქიდან მეჯდნენ იყვნენ ჩემი მასწავლებელი. იმიტომ უნივერსიტეტში რო სწავლობა რა, ბევრი რაღაცა არ გაგეგება და ამას შევიკეთა ბატონო ეს როგორ არის? აბა ეს როგორ არის? სულ ყველა მიხსნიდა, სულ ყველაფერი ძალიან ესეთი სკრუპულოზურია. შემდეგ დადგა ესეთი პერიოდი, რომ უნდა ესე იგი შემწროებაში, შემცირებაში მოხვედრილიყო ეს მოხუცებულები. ხო და შევედი 500-დან და მოთხრა, მაგათ ხელი არ ახლა რა დააგთხოვ მეთქი რა. მე წავალ აქედან, წავედი მართლა რედაქციიდან და შეინა, კაიო, მომცავ პირობა და მართლა არ გაუშვა ესენი. და მე დავიწყე მაშინ რადიოში მუშაობდა, მაშინ წავედი უკვე რადიოში. და ისინი შევინახე ეს ჩემი ბებერი მეგობრები, ჩემი ამხსნელები, მე ესე უწოდებ ხოლმე მაგათ. და ფოჩი რატომ მოგიწიათ გადასვლა? ფოჩი მე ფოჩი თქვენთან ვარ ნახე. ფოჩი ოსტროვზე ეძახდნენ რა კუნძულს. ფოჩი მე არ გადავსულა. მე მუშაობდი საქართველოს რადიის საკუთარი კორესპონდენტი ვიყავი და იქ ქონდა ოფისი ქალაქომში. ფოჩი და იქ სახლიც ქალაქომის ცენტრში მიდაპირ ცენტრში ხო მიდაპირ იქ ქონდა ესე იგი ოფისი, ჩემი ოთახი ქონდა იქ. და ვაშუქებდი სამეგრელო სვანეთი იყო ჩემი ზონა. მანქანით დავდიოდით მე და ოპერატორი და ვიღებდით ტელევიზიასთან რადიოშიც ვაშუქებდით ყველაფერს. რომანიზეც მე რომანი მელიაზეც ბევრი გადაცემა გამიკეთე. კი ბატონო. რომანი ჩემი მეგობარია და ესე იგი ძალიან ხელს მიწყობდა. მაშინ იყო ჩაის კონცენტრატები. ჩაის ხო. კონცენტრატების უფროსი იყო შეუბადი. იქ კონცერტიც გავმართე რომანისთან ერთხელ. მეგობრობდით. მაგრამ ეს არ არის. თავარი ის არის რომ ამ სამსახურმა მომცა იმის საშუალება რომ სოფელს შემომეარა თელის აი ეს დასავლეთ საქართველოს სამეგრელოს და სვანეთი. ასეთი სილამაზე ესე იგი ნახე სოფლები არის ზღაპრული საქართველოს საერთოდ ლამაზი საოცარი ქვეყანა კი ბატონო გეთახმებით კი ბატონო აი რეროში როგორ მოხდით ხამაზე ვილაპარაკე რეროში როგორ მოხდი და ესე იგი ეს ჟურნალისტი კაცი მე თავიდან ესე იგი ბავშვებიდან უკვე სკოლის ასაკიდან და უსმენდი
ამერიკის ხმას და იქ იყო ესე იგი ორკესტრები. მაგაზე შეიძლება დაეჭირეთ კიდეც რაც. მაშინ ისეთი ამბავი. მაშინ იყო ისეთი ამბავი. მაგრამ ესე იგი ჩუმად ვაკეთებდი ამას ეხლა ვისაც უნდათ იმას იჭერდნენ ახლა ყველას არ იჭერდნენ. ბავშვი ვიყავი რა ჩემგან არ უნდა წაეღო. ხო და უსმენდი ამას და ეს იყო გადასარევი ორკესტრები და ბიგ ბენდები ესე იგი. ბიგ ბენდები კი ბა. ხო და ბიგ ბენდის გლენ მილერი და გლენ მილერი, დიუკ ელინგტონი ესენი. ხო და ესე იგი მე ვიყავი ამის ფანი ძალიან დიდი და რერო იყო ეს სწორედ ის ორკესტრი რომელშიც მე ნატრობდი მოხვედრას და წავედი და გავესინჯე რა აბა ვნახოთ მეთქი აი იქნებ ბედმა გამიღო აი ეს უბრალოდ ადე კიდე მიხდი უბრალოდ წავედი და ხო და გავესინჯე კოტიკამ ხელად ამიყვანა და ეს დღე იყო ჩემთვის ეს ვიდა კოტიკა პეზნერმა ეს ხო კოტიკა და ეს იყო ჩემთვის უსაყვარლესი და ძალიან ბედნიერი დღე რომ რეროში მომიწია სიმღერა ეგრევე აგიყვანა ეგრევე ამიყვანა უკვე სამ თვეში უკვე მღეროდი ესე იგი ცენტრალურ მოედნებზე და მადრიდის რეალივით იყო მათ მოხვედრა ეხა მე ვიცი ძალიან ძნელი იყო ძალიან ძნელი იყო შეგვიძლია მაგრამ თქვენ ხმაზე მე ვიცი რომ ჩვეულებრივი საოპერო ხმა გაქვს რა ისე მე ესე იგი ოპერაში ხო სწავლობდი კონსერვატორიაში ორი მაგრამ როგორ არის იცი ხანდახან ერწყმის ერთმანეთს ხანდახან ვერა აი მაგას ბევრი საოპერო მომღერალია ესტრადას ვერ იმღერებს თანაც ჯაზს ვერ იმღერებს მე ესე იგი ეს ამის საშუალება მქონდა რომ ჯაზის მესწავლა მოსმენით აი ამერიკის ხმის და ასევე ესე იგი ну საოპერო ოპერას ერთხელ ვიმღერე საოპერო ოპერა იმაში ამერიკაში სტანისლავსკის თეატრში სტანისლავსკის თეატრში სალიერის პარტია ვიმღერე მოცარტ და სალიერი ოპერიდან ო მოცარტის ხო ის ძალიან ძნელი პარტია სხვათა შორის და კარგი ისინის დამისახურე საკებარი რეცენზიები ბარიტონი ხო ბარიტონი ბას ბარიტონი ხო ბას ბარიტონი ის ბასის პარტია იყო ეს ალიერის ბას ბარიტონი ეს ამერიკაშიც ესე იგი გიწევდა თუ სიმღერა და როცა ხო ეხლა ამერიკაში აი მე რა ჯერ მაინტერესებს კიდე აქ ხო 90 ეროს შემდეგ არა 2 წელიწადი რომ სწავლობდით კონსერვატორიაში ეხაც მაინტერესებს 2 წელიწადი ვოკალურზე სწავლობდით ხო ვოკალურზე ხო და რატო 2 წელიწადი და არა 4 და 5 იმიტომ რომ რერომ გამიტაცა რერომ იქიდანაც წყალბურთიდანაც ამომაგდო და იქიდანაც ამომაგდო და როგორც კი მითხრეს რომ შენ მიღებული ხარ რეროში ხელად გავიქეთ რეროში ეს იყო ჩემი ოცნება ცხოვრების ოცნება და ავისრულე ეს ოცნება კი ბატონო ეხლა ბევრჯერ მიფიქრია რატო დაანებე წყალბურთი მაინც კაი სპორტია მიყვარს ეს წყალბურთი და კი ბატონო მაგრამ ესე გამოვიდა და ასიზა ესე ხდება ხო ესე ხდება ცხოვრებაში ან ერთი უნდა აირჩიო ან მეორე ორივე ერთად ორი კურდღლის მდევარი ვერაც ერთ ვერ დაეჭერსო ხო და ალბათ ეგრეა ცხოვრება აი ეს გავიგეთ ხა და 90-იან წლებში მახსოვს მე როცა ხვდით თქვენ ამერიკაში არა კი სანამ ამერიკაზე ვუყობით ერთ სიმღერას ვარ შეგესრულებდით კიდე გამეს აი თქვენი დიდი მადლობელი ვიქცებით ვარ შეწყვეტით მე მინდა სიმღერა ვიმღერო მეგობარზე მე მეგონა ეს სიმღერა მაგრამ ვიმღერე ერთხელ არა უშავს კიდე რა მოხდა მე რეკას ერთხელ ვიმღერე დარდინუგა გაიღინა ძმობილო თელს ქალაქში სიყვარული ცნობილო მეგობრის ერდეგულო და ალალო სიმღერა შენი გულის მალაბო მეგობარო გულისაო დარდინუ გაგფურისაო ბედის ხალო ხიარულზე და უდარადე ჯობს ქონებას სიმდიდრესა რომ უყვარდე მეგობრებსა და შენ ჩემი მეგობრები გიყვარდე ჯობს ქონება
მოუყვარდე მეგობრებსა და შენ შენი მეგობრები მიყვარდეს ერთის კიდევ ზვერებურა მიმღერე რა გამოლებს ქვეყანა და ლამა სიმღერე ვაი იმან ვინაც ისე ცხოვრობდა გასაჭირში დარჩა უმეგობროდა მეგობარო გულისა დარდენო გაგაბურისა მედისხავ მხიაროზე და უდარდეს ჟობს ქონება სიმდიდრესა რომ უყვარდე მეგობრებსა და შენ შენი მეგობრები გიყვარდეს ჟობს ქონება სიმდიდრესა რომ უყვარდე მეგობრებსა და შენ შენი მეგობრები მადლობა ბატონო სიმო დიდი მადლობა ჩემო ბატონო მე ის ვიცი კიდე რომ თქვენ გააქვთ სიმღერა ჩვენთვის რომ პერსონალურად პირველად შესრულდება ჩვენთან რაღაცა მე მგონი თუ არ ვწდები არა კი ბატონო კი მაგას ეგეთი არის ეგეთი და გვაქვს მაგის დრო და საშუალება გიქნება მაგის რომ შეგვისრულოს ეს სიმღერა უგროსი მადლობა ჩემო კარგ ადამიანო 90-იანი წლები ეს მძიმე წლები იყო ეხლა წახვედით ამერიკაში მოგეხსენებათ ვიცით ყველამ და მარტო თქვენ კი არა გაუდგა გზას ნახევარი საქართველო მინ ამერიკაში და სამწუხაროდ ხო და რთული იყო ახალი ყოფა ახალი გარემო ახალი აი ამის შესახებ გითხარი და ინგლისური იცოდით თუ არ იცოდით და როგორც ვიცი ენის გამო რაღაცა შარში გაიყვიეთ რაღაცა და ხო ენის გამო ხო ესე იგი ну რა თქმა უნდა ეს პირველად რო ჩახვედით აი როგორ აი ეს პირდაპირ ჩახვედით შეკვედით არავინ არ ყავდა ერთადერთი ენა იყო ჩემი გიტარა რო დაუკრავდი მე რა სულ გზამეხსნებოდა და როგორ დაიწყო იქ ამერიკაში ცხოვრება აი გითხარით აი ცხოვრება როგორ დავიწყეთ და ესე იგი მეგობარმა მიმასწავლა ერთ პატარა რუსულ მაღაზიაში ეს აქ თუ იქ ამერიკაში იქ რო ჩახვედით ვინმე დაგხვდა საერთოდ ვინმე იქ ზურიკო ცისკარიძე ჩემი რას ლაპარაკობთ კაცო ვიცი ზურიკო ცისკარიძე ზურიკო იყო ჩემი ესე იგი გიდი მაგან გამიკეთა ვიზა ხო მაგი შეხვდა და ზურიკოსთან ერთად მღეროდით უზარმაზარ ლამაზ რესტორანში სერბიენ კრა ეს რა ზურიკო თუ არ ვწდები ოპერაში მღეროდა ოპერაში მღეროდა 6 წელიწადი იმღერა ოპერაში. კი ბატონო, კი ბატონო. გადასარევი ხმა და გადასარევი პიროვნება. ძალიან კარგი პიროვნება იყო, ვიცი. ესე იგი, აი მაგასთან ერთად მღეროდით, მე გაიყარა ჩვენი გზები და ესე იგი ის რესტორანი დახურე, იმიტომ რომ დახურეს ის რესტორანი. მოუკვდა პატრონს ცოლი და ზლატანი იყო გადასარევი კაცი და მე დაანება თავი ამას რა ქვია. მოიცი ქართველი იყო ამ რესტორანში? არა, სერბი იყო, სერბი. სერბი იყო. ზლატანი? ხო, რუსული რესტორანი იყო, მაგრამ ჩვენ მღეროდით ქართულ სიმღერებსაც, ამერიკულსაც და სერბიულის დავამხეცე. თქვენ და ზურიკო ცისკარიძე? ზურიკო ხო, მე და ზურიკო. ცალცაკეს მღეროდით და ერთადაც მღეროდით რაღაც სიმღერებს. გასაგები. ხო. და მაგიდან დაიწყო, ესე იგი თქვენ ფაქტობრივად სამსახურის ზებნაში დიდხანს არ ყოფილიყო? არა, სამსახურის ესე იგი როცა გიტარაზე სადაც უკრავდი გიტარაზე ხელად მიიღებდნენ სამსახური. აი მე მოცარტი იყო ესეთი მუსიკალური რესტორანი. იქ მოვეწვე როგორც კი ვაჩვენე რა შემილია ხელად ამიყვანეს და იქ დიდი ხანი ვიყავ ერთი 10 წელიწადს მუშაობდი. შემდეგ იტალიური რესტორანებში მღეროდი. პოზიტანო, მარჩელო. პოზიტანოში მქონდა უკვე სოლო გამოსვლები პატარა ის 8 ოთახი ჰქონდათ მაგ პოზიტანოს. და ერთ-ერთი იყო სპეციალურად კონცერტებისთვის. აი იქ ვატარებდი 9 საათიან კონცერტებს. და ძალიან კარგად გადიოდა. ყოველგვარი გამაძლიერებლების და მე ვიცი რომ პრესა წერდა თქვენ შესახებ და მარიულანცას გადარებდნენ ის კი არა რა. კი, ამერიკულმა პრესამ დიდი
შეფასება მომცა. Washington Times-ი booming voice, ესე იგი ბუმის მომგვრელი ხმაო. Washington Times-მა ბრწყინვალეო, stunning. Washington City Paper-მა მარიოლანცას ხმაო. და კიდევ ბევრი იყო, ესე იგი, წვრილი გამოცემები, სადაც ესე იგი აღენიშნა ჩემი მოღვაწეობა. შემოთავაზებები არ გქონდიათ რა ალბომზე ან ალბომის ჩაწერაზე ან რაღაცა ეგეთი პროდიუსერებმა მომისმინეს და ესე იგი მითხრეს რომ რა ვქნათო უნდა ჩავდოთ 10 მილიონიო შენზეო რომ ამოვიღოთ რაღაცაო შემდეგ მაგრამ შენი წლოვანება არ მიწყობდა ხელს 50 წლის ვიყავი მე ჩვენ ვერ ჩავ ახალგაზრდებში დებენ ეგენი რა თქმა უნდა ვერ ჩავ სამწუხაროა ძალიან და მე გავუგე იმიტომ რომ მართალიც არის ახლა წარმოიდგინე 50 წლის კაცს ხვალ შეიძლება ხმაწამერთვას რა თქმა უნდა ხვალ შეიძლება საერთოდ აღარ ვერ თან იქ მაგენი ყველაფერზე ფული აბანაკი მამაც მაგაცურად არაფერზე გაიგეთებს ამერიკაში ეხლა ალბა აქაც აიგეა კი ბატონო აბარა ხო იგივე გახდა აქ რა ამერიკულ სფეროზე რომელი თქვენი სიმღერები მოწონდა უფრო ამერიკულს მოსწონდა აი საჩინო რო ვიმღერე ეს მოსწონდა და შემდეგ ესე იგი მოსწონდა ინწრაზე მქონდა ეს სიმღერა და აი შოთაშორის ის ახალი რომ არ მიმღერია ეს სიმღერა ესეც ძალიან მოსწონდა ეს სიმღერა არის გემზე უმუშაობდი 2 წელიწადი ეგეც ვიცი გაგებული მაქვს ხო და ესე იგი იქ კონცერტები მქონდა კვირაში ერთი კონცერტი მქონდა იქა და გამოვარდებოდა ხოლმე ახალგაზრდა ლამაზი გოგო სტაფში მუშაობდა იქა ხუჭაფები ოქროსნაირები და ბრაუს შანტე არის მომღერალი ხო და ასე ესე იგი მომხრეებდა ყველა კონცერტი მაპატეთ რა და არა უშავს წყალი მიირთი ცივი წყალი ხო და ესე იგი ერთი დღე ვხედავ გამოვარდა ეს გოგო კონცერტზე და მაგრამ მეორე ხელზე არა მარტო ერთი ხელი გამოიშვილა მეორე ხელზე ვხედავ ჩაბინდებული ჩაცემენტებული აქვს დაბაშირი ერებს მე კონცერტის შემდეგ მივედი და ვკითხე რა იყო მეთქი რა მოგივიდა მეთქი შენი ბრალია ყველაფერი რა ფერი არის ჩემი ბრალი რა და აი ხო გემზე ხო 2 სართულიანი ისინია რა ქვია საწოლები და მეორე საწოლიდან გადმოვარდიო რატო გადმოვარდი მეთქი შენ რო არიყავი ჩემს გვერდით არიწექი და იმიტომ გადმოვარდიო უირას ლაპარაკო ესე იგი მოვდეთ სიცილიის ძალკე იცნო და მე ძალკე აი კაი გოგო იყო და მე დაუწერე სიმღერა ეს სიმღერა მოსწონდათ ამერიკაშიც და იქაც მოეწონათ ძალიან ხეც მოგწონდათ გოგოები რა მე რუმე არა ხო გოგოები ვის არ მოსწონს არა არიან რო არ მოწონთ კაც მოდი ნუ ეხლა ის სხვა კასტა კი ბატონო ეხლა ძალიან ბევრი ცნობილი სიმღერა გაქვს შექმნილი აგერ დაუკარი სანამ ვიყავ ახალგაზრდა ნუ რა ვიცი ყველაფრიდან ისმოდა ყველა ფანჯრიდან აიროდან მივოდი ქუჩებში რადიო სულ ყველგან თქვენი ხმა და ეხლა გავიხსენოთ თქვენი ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა წყემსური აი ამ წყემსურთან დაკავშირებით რომელიც ესე იგი ზვიად გამსახურდიან მოიწონაო ძალიან და გითხარით ერთი ორი სიტყვა ამის შესახებ ზვიადი იყო მაშინ ყიზლარში გადასახლებაში აჰა ეს რომელი წლებია ალბათ 60 და რაღაცა ხო 11 რაღაცა ხო ეს 70-იანი რა მოკლედ ხო 70-იანი წლებია და იქ ფილარმონია გვაგზავნიდა ხოლმე წყემსებთან წყემსებს ჰქონდა ხო კონცერტები იმართებოდა წყემსებთან ერთი 20 ბინა ჰქონდა წყემსებთან და იქ დავდიოდი ავტობუსი გემსახურებოდა დავდიოდი და ისე მოხდა რომ გივი ციკლაური იყო იმ სამწყეშოში ერთ-ერთი მთავარი გრიშაონიანთან ერთად და გრიშაონიანი იყო გრიშაონიანი იყო ხო იქ მაშინ ესე იგი მაგათი მთავარი მამა მთავარი ხო და ესე იგი დამპატიჟა იმ ციკლაურმა გივი ციკლაურმა სახში და ვხედავ შემოდის ზვიადი ესე მაგის სახში ყოფილა განაწილებული იქ ცხოვრობდა მაგის ციკლაურის სახში თავის მეუღლესთან და ბავშვიც იქ ყავდა მე მგონი აღარ მახსოვს ეგ და შემდეგ ესე იგი რო ვიქეიფეთ ეს კარგად გავატარეთ დრო არც ერთი კონცერტი არ გავუხსენია ჩემს უყოლგან მომყვებოდა ავტობუსში და ჩემთან გვერდით ლაპარაკობთ ვეფერებოდით ერთმანეთს ნუ ბევრი ესე იგი სასიკეთო ლამაზი სიტყვები უთხარეთ და სიყვარული
იყო ჩვენ შორის ესეთი ამაზე. ამ სიმღერას რო ვიწყებდი, ყვებოდა ისე ჩუმად. და არ მღეროდა, მაგრამ აი რაღაცას ესე ყვებოდა. აი ესეთი ხო არ შეგესრულეთ ამ დღეს თუ არა? წყემს სულს არ კი ბატონო, შეგიძლიათ თუ არ შეწუხდებით? რატო არა? მივალ მიღვები თეთრი გაზები მე ჩემ ფარასა ბატეგან ხელში მღვარ დაუმღერია ბანანასა იავნანასა მე საქართლოს სიყვარულის წყაროწურია ჩემი ნაბადი და სალამურია ჩემი სალამურია სალამური ლეწვისა სიყვარულის სებისა ღერის მხოლოდ ჩემთვისა ქალავზე ქალა შენი სახე თანდებს გana ჩემი სახლგარი მოვიბინემ თანდამდებოა ჩემი სიმღერა თვალხატულა საქართველოა ჩემი საქართველოა მე საქართველოს სიყვარულის წყაროწურია ჩემი საუნჯე ნაბადი და სალამურია ჩემი სალამური ლერწმისა სიყვარულის მღერის მხოლოდ ჩემთვისა ქალავზე ქალა შენი სახე თანდებს გana მივალ მიღვები თეთრი გაზები მე ჩემ ფარასა ბატეგან ხალხში მღვარ დაუმღერია ბანანასა იავნანასა 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 კედაცვალეთ მეთქე ბატონო დიდი მადლობა უგროსი მადლობა ახლა რამდენად აქტიური ხართ შემოქმედებაში აი როგორ არის საქმე უკრავთ ხოლმე სადმე ან ახლა იმათთან ერთად ვარ აი ეს შესანიშნავი ვიდეოური რო არის უი, მაგარი ხალხი ძა, მაგარი. მაგარი ხალხი. მაგრები ძა, მაგრები. ესე იგი. კვაშალი, კაკოვა, ვინიარ გამომშავიძე. ხო, კაკოვაშალომიძე. ზურაკობაში. მოკლედ ესე ბრილიანტებია. ბრილიანტი კაცები, კი, მაგარი. და ესე იგი ეხლა ითავეს და გამომიდნენ მხარში და დამეხმარნენ ორი სოლო კონცერტი გამართე. იმაში რა ქვია, ზუგდიდში და ხოფში. რას ლაპარაკობ? ეს ახლა ხანა გახსნა. აი ახლა ჩამოვედით ერთი კვირა იქიდან. რას ლაპარაკობ? ხო და ძალიან კარგად ჩაიარა კონცერტებმა, არ მოველოდით სხვადასხვა რამდენი წლის შემდეგ ასე შემთხვევები. რატო არ მოველოდით? მე მაგალითად კარგად ჩატარდა კონცერტი. გასაკვრის პაგაში ვერ ვხედავ ვერანაირ. ანუ მაინც ის ხალხი რომელიც მაშინ პოპულარობა რომ ქონდა რომ იცოდნენ ჩემს მაგრამ თურმე ესე იგი ვახსოვარ და ახლა ვახსოვხართ რომელი ახლა მე მინდა გითხრათ ბატონო დემო ამასი ტელევიზორში ვნახე გადაცემა აკუსტიკა და აკუსტიკაში სადაც ახალგაზრდა გოგო ესე იგი ასრულებდა თქვენს სიმღერას დაუკარით რა არაჩვეულებრივად ძალიან ლამაზად იმღერა სალი ცინცაძე ხო გარი მაინც მე დავიმოსვი ახალ თვითკოს ახალგაზრდებმა ვარიციან ახლა კაი გასაგები ახალგაზრდებმა რო არიცოდნენ თქვენ 30 წელიწადი იყავით ამერიკაში და ეხლა ჩემი თაობისა ვინ არ გიცნობთ რა არც ეგრე არ ყოფილა ძმო ახალგაზრდებში ყოფილიყარ პოპულარული თან არაჩვეულებრივად ტაქსისტი შემხვა ერთი და აუ შენი სიმღერა ესე მიყვარს იმაში აკუსტიკაში შევწერე თაველიდან თაველამდე ეს სიმღერა ძალიან მომწონს ეს სიმღერა პატრიოტული სიმღერა საქართველოს კი მშვენიერი კაცი ხო და ეს სიმღერა ჩემი ფეივორიტი არის და გემრიელი სიმღერები გაქვს ბატონო რა რას ლაპარაკობთ რა თქვენ ოჯახსაც გითხარით ახლა რეგლამენტი გვაქვს ასეთ რა დიდი ხანი ვერ ვითევით და ოჯახთან დაკავშირებითაც გითხარით შვილებზე საით არიან რამდენი შვილი ყავთ რამდენი შვილი ყავთ ესე იგი ესე გამოვიდა რომ ორი ოჯახია ერთი აქ არის და მეორე ამერიკაში დიახ პირველი ცოლი აქ არის და მეორე ცოლი ამერიკაში კი ბატონო იქ ორი ბავშვი ყავს ორი შვილი და ორი შვილთაშვილი აქ ამყავს ესე იგი არა აქ ამყავს ორი შვილთაშვილი და იქ არის ერთი
მაგრამ ბავშვი იქ არის 2. შულთაშვილებით არის. შულთაშვილები იქ ერთი მიყავს, აქ 2 მიყავს შულთაშვილები. ფოთში არის კიდევ ვინმე? ფოთში კი, როგორ არის? ჩემი ქალიშვილი ფოთელია, იქ ცხოვრობს. კი ბატონო. ხო და ესე იგი ჩამოდის ხოლმე აქ ჩემი მღერის ხოლმე ხანდახან ჩემი შვილი ჩემთან ერთად. და კარგად მიდის ხოლმე ჩვენი ერთ. მაგრამ არც ალია იმიტომ რომ სწავლობს უნივერსიტეტში და ესე იგი უფლება მისცეს რომ პატარა ბავშვის გამო სწავლობს ესე იგი ონლაინ და ასეა. მაგრამ რო ჩამოდის მღერი ვართ. ძალიან კარგი ბატონო ჩემო, ძალიან გამახარეთ ბატონო. ბატონო თემო, უღრმესი მადლობა რა მომბრძანებისთვის. ეხლა მე მინდა თქვენი სიმღერით, აი, რომელიც პირველად უნდა შეგვისრულოთ, იმითი დავამთავროთ ჩვენი გადაცემა. მე მანამდე თქვენ გეტყვით, რომ დიდი პატივი იყო თქვენი სტუმრობა ჩემთან. უღრმესი მადლობა მომბრძანებისთვის, ჩემო ბატონო, დაფასებისთვის და ბატონო მაყურებლებს მინდა მიუმართო, რომ ვიყავით ჩვენთან ერთად, მოგვისვიდეთ ხოლმე, ყოველთვის კარგი სტუმრები გვყავს ჩვენ და დარჩით ჩვენთან და კიდევ ერთი მინდა გითხრათ, რომ ჩემი ამ გადაცემის შემდეგ იწყება ეკავ ვებხოდის გადაცემა, როგორც ყოველთვის საინტერესო და დარჩით ჩვენთან. არ მიგვატოვოთ რა. იყავით ჯამთელი, თქვენც ჯამთელი იყავით, ჩემო ბატონო და თქვენ კიდე ერთმანეთს მოუარეთ, ბატონებო და გაბატონებო. ნუ შევჭამდა, ნუ დავვრდით ერთმანეთს. ვიყოთ სიყვარულში და ხუთოში და მოვეფეროთ ერთმანეთს. მოვეფეროთ ერთმანეთს, ჩემო ბატონო, როგორც ბატონის ემო მეუბნება აგერ. თავის სიმღერებით რა. უღრმესი მადლობა და მომავალ ხუჩაბათამდე, ჩემო ბატონებო და გაბატონებო და მადლობა თქვენ ბატონებო და დიდ მადლობას მოგახსენებ. შეგვისრულეთ ის სიმღერა, რომელიც ჯერ არ შესრულებულა. ჯერ არ შესრულებულა და ჩემო ბატონო და მაგით დავამთავროთ ჩვენი გადაცემა. იმ გოგონაზე ესე იგი დავწერე სიმღერა მეთქი რომ თქვი, აი ფრანკ რომელიც აუშანტეს რო იზახ. დიახ. ხო და ხელი რომ მოიტეხა, იმიტომ რომ მე რა არ ვიცეხი მაგის. ხო, საწოლიდან რომ გადმოვარდ. ხო, საწოლიდან რომ გადმოვარდ. Oshante, bravo, Gulino da Mishante, Parise localo. Gulino da Mishante, Gulino da Mishante, Parise localo. Raccareggia Parisi, raccareggia sera, Raccareggia Parisi, Eifelis koshki, Olave mesizmreba, Tetnuli da oshki, Oshante, bravo, Raggachuko arvitsi, davcha kholot mao, Raggachuko arvitsi, Raggachuko arvitsi, davcham kholot mao, Raggachuko arvitsi, davcham kholot mao, Raccareggia Parisi, raccareggia sera, guai rogor non benadra, chemi dedera, Raccareggia Parisi, Eifelis koshki, Olave mesizmreba, Tetnuli da oshki.